მოგესალმებით. კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე მისი წამყვანი ირაკლი მაკალათია ვარ. დღეს განვიხილავთ 2024 წლის სამხარობლო ფასების დინამიკას, ინფლაციას, მის გამომწვევ მიზეზებს და მოსალოდნელ შედეგებს, თუ რა პროგნოზები გვექნება და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ფასების მიმდინარე დინამიკა და ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ გვყავს ეგნატე შამუგია, კვლევით ინსტიტუტ გნომონ ვაიზის მკვლევარი. პროექტში მადლობა ეგნატე გაცემაში მობრძანებისთვის. მადლობა ირაკლი მოწვევისთვის. ხო, ეს თემა რაზეც შევარჩიეთ და რაზეც გაქვთ კვლევა ჩატარებული, გნომონ ვაიზის ეგიდი ჩატარებული კვლევა და მთავარი მკვლევარი ბრძანდებით თქვენ 2024 წლის სამხარობლო ფასების დინამიკა. გარდა იმისა, რომ ფასების ზრდაზე და ინფლაციის მაჩვენებლებზე ვისაუბრებთ, ამავე დროს საინტერესო იქნება, რომ შემეცნებითი ხასიათის გადაცემაც გავაკეთოთ, რომ უფრო დეტალური გახდეს მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ეს რიცხვები, რაც გვაქვს ოფიციალური სტატისტიკით წარმოდგენილი, რას ნიშნავს და რა ინტერპრეტაციები შეიძლება რომ გავაკეთოთ. პირველი რაზეც დავიწყებთ, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ფასების დინამიკაზე საუბრობდით, გვაქვს ფასები, მოკეთ ინფლაცია 2024 წელი დავასრულეთ 1.9%-იანი მაჩვენებლით. გასული წელი 0.4%-იანი ინფლაცია ჰქონდა 2023 წლის დეკემბერს გულისხმობ და არც წინა წლის 2024 წლის ბოლო თვეების მაჩვენებლებით საკმაოდ ასე ვთქვათ პოზიტიური მაჩვენებლები იყო, დაახლოებით ესე 0.4%-ის ფარგლებში მერყეობდა, 0.2%-იც იყო საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი. მიზნობრივ მკვეთრად ჩამოწდებოდა და ეს 1.9%-იც მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი ზრდა არის იმ წინა თვეების პერიოდთან შედარებით, მაინც ამ მიზნობრივ მაჩვენებელში რჩება. აი რომ განსაზღვროთ, აი რამ გამოიწვია ის, რომ გვაქვს ესეთი 1.9%, რას გვეუბნება, რამდენად არის პოზიტიური მაჩვენებელი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენ მსმენელს და მაყურებელსაც მათ შორის. ვინაიდან შემეცნებით ახსენე, მნიშვნელოვანია ვთქვათ, თავად რა არის ინფლაცია, რომელიც ძალიან პოპულარული მაკროეკონომიკური ტერმინია, ხშირად გვესმის ორი რამ. ეს არის ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ვუწოდებთ მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ერთი წლის განმავლობაში წარმოებული და მოხმარებული საქონელი და მომსახურების რეალური გამოხატულების ცვლილებას, რასაც ეკონომიკურს დასვეცახით და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, კი არა და მე მგონი გაცილებ თუ ესეც საკმაოდ ყველაზე პოპულარულია, იმიტომ რომ სოციალური მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით სოციალური დატვირთვა ინფლაციას, ეს არის ინფლაცია. მაგრამ რა არის ინფლაცია? ინფლაცია თავისთავად ისეთი ეკონომიკური ფენომენია, რომლის ზუსტი დაკვირვება, ზუსტად გაზომვა შეუძლებელია, რადგან ინფლაცია ეს არის ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ცვლილება. ფასების საერთო დონე ნიშნავს, რომ ეკონომიკაში არსებული უამრავი საქონელი და მომსახურების, ეს მოითხოვს უამრავი საქონელი და მომსახურების ბაზე ფასების ცვლილებას დაკვირვებას და ეს პრაქტიკაში შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ არათუ ფასების ცვლილებას ვერ დავაკვირდებით, არამედ ეკონომიკაში თუნდაც ერთთვიან პერიოდში არსებული წარმოებული საქონელის, გაყიდული საქონელის და მომსახურებას უბრალოდ ვერ ავღრიცხავთ, არათუ მას ფასების ცვლილებას, არამედ ვერ ავღრიცხავთ, რომელიც თვიდან თვემდე შეიძლება შეიცვალოს საერთოდ რაღაც ერთი თვის წინ რაღაც ერთი საქონელი არსებობდა, დღეს არ არსებობს, რაც ერთი თვის წინ არ არსებობდა, ისეთი დღეს გაჩნდა. ამიტომ ამ ფენომენს პირდაპირ კი არ ზომავენ, შეფასებით ზომავენ და ასეთი რაღაც არის სამომხმარებლო ფასების ინდექსი. შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების ინდექსს აკვირდებიან სტატისტიკ ჩვენ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურში და მის ცვლილებას თუ ცვლილება დადებითია, ანუ თუ იზრდება, მაშინ მას ინფლაციას უწოდებენ, თუ კლება დეფლაციას და სწორედ ამ სამომხმარებლო ფასების ცვლილებით აკვირდებიან. ეხლა რა არის სამომხმარებლო ფასები? ეს მნიშვნელოვანია მსმენელისთვის. სამომხმარებლო ფასები არის მთლიანად მოხმარებულ საქონელსა და პროდუქტში, ანუ ადამიანები რასაც მოვეხმართ,
იქიდან ყველაზე ხშირად მოხმარებული რაღაც თუ ვთქვი 12 სასაქონლო ჯგუფია და მათ შორის სულ საერთო ჯამში 300-მდე პროდუქცია საქონელს 305 აქვთ ახლა? 300 დაახლოებით ეს 300 საქონელსა და მომსახურებას აკვირდებიან და ეს 300 საქონელი და მომსახურება არის ადამიანების მოხმარებაში საშუალოდ ყველაზე ხშირად მოხმარებული რაც არის. ბუნებრივია ყველა ადამიანის ძირითადი მოხმარება, ანუ ძირითადს კი, ანუ საშუალოდ ადამიანის საშუალო სტატისტიკა და მომხმარებლის ძირითადი სამომხმარებლო კალათაში ძირითად ნაწილს იკავებს სურსათი. შესაბამისად ამ კალათაში განაწილებული, ანუ ყველა პროდუქციის ამ კალათაში შემავალი ყველა პროდუქციის ცვლილებას სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებაზე ერთნაირი გავლენა არ გააჩნია, იმიტომ რომ ამ კალათაში ყველა ხო ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის, ანუ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სურსათი და შესაბამისად 30%-მდე სურსათს უკავია ყველაზე დიდი წილი. მაგრამ აქ კიდე საინტერესო ფაქტია, რომ სურსათზე ხო 30% რატომ მე ამაზეც უნდა ვისაუბროთ. აქ მნიშვნელოვანი საკითხი არის კიდე ის, რომ მაგალითად ეს სამომხმარებლო ფასების ცვლილება, რასაც შემდგომ ზრდა აქვს თუ გვაქვს ინფლაციას ვეძახით, ეს ყველა ადამიანზე ერთნაირად არ აისახება. აი თუნდაც სურსათის პერსპექტივიდან რო შევხედოთ, თუ სურსათზე ფასები იზრდება, სწრაფად იზრდება, მაშინ სამომხმარებლო ფასების ზრდა ძალიან მაღალია და ბუნებრივია სურსათი რაც უფრო ადამიანი ღარიბია და ნაკლები შემოსავალი აქვს, მით უფრო დიდი როლი უჭირავს, დიდი წვლილი უჭირავს სურსათს მის სამომხმარებლო კალათაში, იმიტომ რომ მხოლოდ შეიძლება ჭამოს და იარსებოს, თუ რაღაც სხვა გართობის მეორეხარისხოვანი, ანუ რაღაც იახტის გასიერნების შესაძლებლობა ცხოვრებაში შეიძლება საერთოდ არ გქონდეს, ანუ რაღაც აი ეს მარტივად რა ვთქვა, ფუფუნების, აგნების მოხმარების შესაძლებლობა არც უნდა გქონდეს. მაგრამ დიდარი ადამიანის, ანუ შემოსავლების განაწილების ზედა ნაწილში მყოფი ადამიანებისთვის სურსათი მის სამომხმარებლო კალათაში უფრო ნაკლები კომპონენტია, შეიძლება რაღაც თვითმფრინავით გზავრობაში თვეში უფრო მეც ხარჯავდეს ვიდრე სურსათში, ან რაღაცა მისი რაღაც რაიმე ტიპის გადაცემა ჰქონდეს და რაღაც მისი რაღაც შინაური ცხოველების მოვლაში უფრო მეტი ხარჯებოდეს ვიდრე სურსათში. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია, ანუ ეს იყო რომ ჩვენ რაღაც ანალიტიკური სტატიის მომზადება რადგან წლის შეჯამება ინფლაციის კუთხით გადავწყვიტე, არა რაღაც აგრეგირებულ მაჩვენებელზე, ანუ აგრეგირებულ ინდექსის ცვლილებას სამომხმარებლო ფასების ცვლილებაზე, არამედ ჩაშლილად მესაუბრა სხვადასხვა სასაქონლო კატეგორიაზე, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ამ ინდექსის ცვლილებას სოციალური მნიშვნელობა აქვს და რაღაც ადამიანების დიდ ნაწილს, იმიტომ რომ საზოგადოებაში და ჩვენ საზოგადოებაში განსაკუთრებით ადამიანების უმრავლესობისთვის სურსათი ძირითადი მოხმარების საგანია და უმცირესობისაა, ძალიან მცირე ნაწილისთვისაა ნაკლებად, ანუ ნაკლები წონის მქონე მათ სამომხმარებლო კალათაში. კეთილი, რეკლამაზე უნდა გავიდეთ. მცირე სარეკლამო ჭრა გვექნება, რეკლამის შემდეგ კვლავ დაბრუნდებით სტუდიაში და თემაზე გავაგრძელებთ საუბარს. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. სპეციალური შეთავაზება Toyota ცენტრი თბილისისგან. შეცვალეთ ძრავის ორიგინალი ზეთი და ფილტრი სპეციალურ ფასად. Toyota CHR და Toyota Prius 150 ვარი. მომსახურებაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2511. Toyota ცენტრი თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი 116. რეკლამა რადიო კომერსანტზე. პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში.
კვლავ დავბრუნდით სტუდიაში, საუბრობთ სამხარბლო ფასების დინამიკაზე და მეთოდოლოგიით დავიწყეთ ასე თქვა და ამ საკითხის განხილვა. ერთი იცი რა მინდა რომ სამხარბლო კალათაში ახლა რაც შედის 305 დასახების ყველაზე ძირითადი მოხმარებადი პროდუქტებია ეს წლების განმავლობაში, რასაც სახსტატი აკვირდება, იცვლება ზოგჯერ 296-იც ქონდა, 312 დასახების პროდუქტიც ქონდა. აი ამის დაკვირვება რამდენად ასე თქვა რელევანტურია და რამდენად თქვა და ასახავს იმას, რომ ყველაზე მოხმარებადი პროდუქტები არის აღებული, თვითონ ეს სამხარბლო კალათის განსაზღვრა რამდენად ადეკვატური ასე თქვა განზომილებაა. ხო, როგორც ესეთი ამის დათვლა რაღაც უსაგებო ნამდვილად და ზოგადად გვექნება რაღაც სოციალური დინამიკა და სოციალური ფასი და ბევრი ინფორმაციას გვაძლევს, მაგრამ სამხარბლო ფასების ცვლილება ინფლაციის შესაფასებლად მე თუ მკითხავ არ მართებული, იმიტომ რომ ინფლაცია არ არის რაღაც ამ 300 საფეხურზე ფასების ცვლილება, ინფლაცია არის ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდა. ხო და იმიტომ მგონია ცუდი შემფასებელი ინფლაციის სამხარბლო ფასების დინამიკა, რომ უამრავი რამ არ შედის მან. და თუ შევხედავთ რა არის ინფლაციის გამომწვევი, მაშინ მივხვდებით, მაშინ ამით ავხსნი და ვეცდები რომ სვენელისთვის გასაგები იყოს თუ რატოა ცუდი შემფასებელი. ინფლაცია ეს არის მონეტარული ფენომენი. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი ფულის მასა ჩაეშვება, რომლის ტექნიკურად საშუალება არის, რომ ცენტრალური ბანკის მიერ ახალი ემისირებული ფული ხდება პირველად საბანკო სფეროს სისტემაში, ფინანსურ სისტემაში და შესაბამისად ეს ფული პირველად მიდის ფინანსურ სისტემასა და მასთან დაკავშირებულ ადამიანებთან, ანუ ფინანსურ სისტემასთან ახლოს მყოფ ადამიანებთან, ესენი ამ ფულის ემისიით მოგებულები რჩებიან და შემდგომ სხვა დანარჩენი, რომელსაც უფრო გვიან მიდის ეს ახალი ემისირებული ფული და ეკონომიკაში შექმნილი ახალი ფული, ისინი წაგებულები რჩებიან. შესაბამისად, ამ დროს იწყება ფასების ზრდა. ანუ ინფლაცირებული ფული მიდის უკვე მომხმარებელთან და შესაბამისად, ანუ როდესაც ეს ფული პირველად ეშვება საბანკო სისტემაში, ამ დროს ეს გავლენას ახდენს იგივე მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტთან რაღაცა აქციების ფასებზე, სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი აქტივების ფასებზე ახდენს შვილებას და შემდგომ შეიძლება მოვიდეს სამხარბლო ფასებამდე. აქედან გამომდინარე, ანუ თვითონ ინფლაცია რა ფენომენიც არის და თავისთავად თვითონ ინფლაცია თავის დროზე ეწოდებოდა მონეტარულ გაფართოებას, ანუ ეკონომიკაში ფულის მასის ზრდას, ანუ ამისთვის ეს სამხარბლო ფასების კალათა არის სუდი შემფასებელი იმ თვალსაზრისით შეიძლება რაღაცნაირად გრძელვადი ამ პერიოდში ზოგადი დინამიკა დავინახოთ, მაგრამ აი მოკლევადი ამ პერიოდში თუნდაც 1 წლიან ან 2 წლიან პერიოდში რო შევადაროთ, ანუ საერთო ჯამში ცუდი შემფასებელია. აი მაგ შემთხვევაში შეიძლება რომ გამოვიყენოთ, რომ ეკონომიკაში ფასების ზრდის შემფასებლად გამოვიყენოთ, თქვათ, მუშების დეფლატორი, რომელიც ბევრად უკეთესია ინფლაციის განსასაზღვრად, ჩემი აზრით, ვიდრე სამხარბლო ფასების ინდექსი, იმიტომ რომ მთლიანში და პროდუქტის დეფლატორი, ანუ მთლიანში და პროდუქტშიც ხო ყველა საქონელი ვერ ექცევა და ყველაფერი ხო ვერ ექცევა, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი ექცევა ბუნებრივია, ვიდრე ეს არის. ხო, თუმცა აქ შეიძლება მეორე მხრიდან თქვა ისიც დაუპირისპიროთ, რომ ეს მომხმარებელზე არის გათვლილი და ყველაზე მეტად ამას მოიხარს, ვიდრე მთლიანში და პროდუქტში შემოვალი ისეთი პროდუქტი, რომელსაც ნაკლებად მოიხარს. თუმცა წარმოება მოიხარს, მაგრამ მომხმარებლამდე არ მიდის. რამდენად შეიძლება ამის დაკავშირება? გააჩნია ჩვენი ინფლაციას, ანუ ეს რა პერსპექტივიდან ვზომავთ, რომ რაღაც სოციალური პერსპექტივიდან თუ ვზომავთ, ბუნებრივია სამხარბლო კალათას უფრო უყურებენ, მაგრამ ზოგადად ეკონომიკაში დინამიკის გას თუ ვზომავთ, მაშინ მუშების დეფლატორი ბევრად უფრო უკეთესად შეიძლება ასახავდეს ფასების დინამიკას, ვიდრე სამხარბლო ფასების ინდექსი. ხო, აქ კიდე ერთი რაც მინდა მეთოდოლოგიურად განვიხილოთ, რომ ანუ ეს ფასები ხო მიღებული არ არის ყველა ბაზრიდან აღებული პროდუქტები, ხო, რაღაც ძირითადი 6 ქალაქი, ამ 6 ქალაქის
ძირითადი ბაზრებიდან რაღაც თელავი, თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი. აი ამ 6 ქალაქის ძირითადი ბაზრებიდან არის აღებული და შესაბამისად რამდენად შეგვიძლია ვთქვა ის რომ აქვს თავისი გარკვეული ცდომილება, შეიძლება დიდი ცდომილება არ იყოს, მაგრამ დაკვირვების შედეგად არ გულისხმობ იმას მექანიკურ შეცდომა იქნება ეს თუ ხელმად გაყალბებულს არ გულისხმობ, სტატისტიკურ შეცდომაში რამდენად შეიძლება რომ ამან დიდი წვლილი შეიტანოს, ან მნიშვნელოვანი წვლილი რომ მხოლოდ 6 ქალაქია. რამდენად დიდი წონითაა წარმოდგენილი ეს ქალაქი. თუმცა მეორე საკითხია რომ ეს 6 ქალაქი მთლიანად მოხმარების ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილია. მაგრამ ჩვენ თუ შევხედავთ ამას სამოხმარებლო ასების ინდექსს როგორც სოციალური ფენომენის შესწავლის სოციალური თვალსაზრისით, მაშინ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს უფრო მოცვა უფრო დიდი იყოს, იმიტომ რომ უფრო რეპრეზენტატიული იყოს და მოცვა არ იყოს, სტრატიფიცირების თვალსაზრისითაც უფრო რეპრეზენტატიული იყოს, ვიდრე მაგალითად მოხმარების თვალსაზრისით, მოხმარების განაწილების თვალსაზრისით, მაშინ ნახევარი მთლიანად საერთოდ თბილისში უნდა გამოიკვლიოთ, მაშინ და მთლად არ იქნება ესეთი მართებული მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ეს დიდი ქალაქები, თბილისი და შემდგომ ის დასახელებული ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, ზუგდიდი, ესენი ხო რაღაცნაირად აი ფულის ემისიასაც ხდება ის ადგილია და აი ეს ყველაფერი, აქ ადამიანები, პირველად აქ ხდება და შემდგომ ეს ყველაფერი უფრო გვია, აქ რაღაც უკვე მოხმარება იწყება, რაც იქითაც იქ ჯერ არ მისულა ეს ემისირებული ფული, მაგრამ აი ახალციხეში უკვე ფასების ზრდა იწყება ამის გამო, რომ აქ რაღაცნაირად ამან მოხმარება დაასტიმულა ერთჯერადად და რაღაც უკვე ფასები გაიზარდა. ხო და ამ ინფლაციას რედისტრიბუციის ეფექტი არა მხოლოდ შემოსავლების მიხედვით აქვს, არამედ რაღაც გეოგრაფიული თვალსაზრისითაც აქვს. თუ თბილისია ემისიის, ფულის ემისიის ცენტრი, ბუნებრივია, მაშინ რედისტრიბუციას ახორციელებს მაგალითად ახალციხიდან თბილისისკენ, თბილისის სასარგებლოდან, თბილისში მაცხოვრებელი ადამიანების სასარგებლოდ და ამ თვალსაზრისითაც კი მნიშვნელოვანია, რომ ის უფრო გეოგრაფიული თვალსაზრისით უფრო რეპრეზენტატიული იყოს და მხოლოდ მოხმარების კუთხით არ იყოს მის რეპრეზენტატულობა უზრუნველყოფილი. ხო, აქ სასაქონლო სტრუქტურასაც დასაწყისში საუბრობდი, რომ 12 სასაქონლო სტრუქტურა გვაქვს და ყველაზე დიდი წილი დაახლოებით 30-33%-მდე სასურსათო კალათას უჭირავს. აი ეს რას ნიშნავს, რომ 33%, 30 და მეტი პროცენტი სასურსათო კალათას უჭირავს? მთლიან მოხმარებაში ესეც ცალკე პრობლემაა ჩემი აზრით. მთლიან მოხმარებაში საშუალოდ აი ესეთ წილი აქვს, 30% აქვს და მთლიანი მოხმარება, აკუმულირებული მთლიანად ეკონომიკაში მოხმარება არის გასაშვალოებული. და აქ მე მგონია, რომ მედიანური მომხმარებლის კალათის დათვლა ბევრად უფრო შეიძლება რეპრეზენტატული იყოს, მაგრამ ამავდროულად აი ესეთ მომხმარებლის კალათაში იმ 300 პროდუქტიდან რაიმე შეიძლება საერთოდ არ შედიოდეს. აი მაგალითად პირადი სარგებლობის ავტომობილის მოვლა შენახვა შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს მედიანური მომხმარებლის კალათაში, იმიტომ რომ ზოგადად მედიანური შემოსავლისა და შესაბამისად მედიანური მომხმარებელს შეიძლება ავტომანქანა არ ყავდეს. შეიძლება კი არა ნამდვილად არ ყავს, იმიტომ რომ ხო, სოციალური ფონიდან გამომდინარე. ერთის მხრივ ეს პრობლემები აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ამას თუ მიუდგებით ისე რაღაც ერთი საკითხის მოგვარებაზე თუ ვისაუბრებთ, მეორე მხრივ რაღაც მეორე მინუსი, იდეალური არ არის, ხო, აი ეს 30%-ზე, პირობითად წარმოვიდგინოთ, თუ ადამიანი საშუალო მომხმარებელი ხარჯავს 100 ლარს, ამ 100 ლარიდან 30 ლარს ხარჯავს სურსათზე. ეს რამდენად არის ცხოვრების დონის ინდიკატორი? განვითარებულ ქვეყნებში ეს ბევრად დაბალი პროცენტია. ხო, თუ მხოლოდ სურსათს მოიხმარ, შენ მოხმარების 1/13 სურსათზე მოიხმარ, ესე იგი ცუდად ცხოვრობ. რაც უფრო მაღალია შენ მოხმარების დონე სურსათი, ნიშნავს იმას, რომ სხვა რაღაცისთვის არ გაქვს ფული და მაგიტომ ვერ მოიხმარ, დასვენებისთვის არ გაქვს ფული, რა ვიცი, კინოში წასასვლელად არ გაქვს ფული, რაღაც სპორტული აქტივობის დასაკავებლად არ გაქვს ფული, რაღაცას ფეხბურთს რო უყურო, სტადიონზე წასასვლელი ფული არ გაქვს და
ზოგადად ან სხვა აქტივობისთვის ან პირველადი მოხმარების, აი სასიცოცხლო მნიშვნელობის, იმიტომ რომ ფიზიკურად იარსებოს ადამიანმა, ამას წარმოადგენს სურსათის მოხმარება, სურსათი და ჯანდაცვა. შესაბამისად, ან ჯანდაცვაში ჩვენ საკმაოდ დაბალი გვაქვს მოხმარება, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ ჩვენთან რაღაც ადამიანები იმას კი არ ნიშნავს, რომ ცუდად არ ხდებიან, უბრალოდ ნაკლებად შეიძლება მოიხმარენ ჯანდაცვის სერვისებს, ვიდრე თუნდაც განვითარებულ ქვეყნებში და ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების დონეს ასახავს, ანუ რადგან საკმაოდ დიდი წილი 1/13. კი, ზუსტად 1/13, 33%-ია 24 წლის განაწილებაში, ანუ 1/13 სურსათზე რო ხარჯავ, ნიშნავს, რომ სხვა რისთვის ხრჩება ისეთი მნიშვნელოვანი ამბისთვის, იმიტომ რომ იქ მხოლოდ ის არ არის, ანუ განსაკუთრებით სურსათია, ჯანდაცვა, განათლება, რაღაცა კულტურა დასვენების. ხო, მაგისთვის ძალიან ცოტა ხრჩება, ანუ და ეს ნიშნავს, რომ მაინც და მაინც დიდად არ გილხინს. კეთილი. აქ კვლევაშიც ქონდა განხილული და ესეც უნდა ვთქვა და უცბად 30, ნუ მაგათ ამ პროცენტზე სურსათზე რომ არ იცვლება, ანუ წლებია უკვე რომ 33%-ია და პანდემიის მერეც არ შეცვლაო. აი ეს 33% რატო ფიქრობ რომ ეს არის პრობლემა რომ არ იცვლება, ან რა მეთოდოლოგიური ასე ვთქვა ხარვეზი გვაქვს? ანუ თუ მაგალითად ფასები ძალიან სწრაფად იზრდება, რაღაცაზე ფასები, ანუ მოქნილი არ არის. წლიდან წლამდე არ იცვლება. ანუ მაგალითად მე მაქვს წარმოვიდგინოთ ესეთი. მე მაქვს ფიქსირებული შემოსავალი რაღაც 100 ლარი და ამ 100 ლარიდან თუ 30 ლარს მოვიხმარ სურსათში და სურსათის ფასები იზრდება ორ რაღაცას შვები. ან სურსათის მოხმარებას ვამცირებ, ან სხვა საქონლის მოხმარებას ვამცირებ. თუ კი მე სურსათის მოხმარებას ვამცირებ, მაშინ ბუნებრივია სურსათის წილი ჩემს მოხმარებაშიც მცირდება და ამიტომ შესაბამისად იმ ინდექსის უნდა შემცირდეს. თუ სურსათის მოხმარებას იგივე მაჩვენებელზე ვტოვებ და დიდი ალბათობით იგივე მაჩვენებელზე დავტოვებ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის პირობებში, იმიტომ რომ რაღაც ფუფუნება არ აქვს იმის, რომ მისთვის ძალიან ძირითადია სურსათი და არა სხვა და სხვა პროდუქტის მოხმარებას ვამცირებ. შესაბამისად, სხვა პროდუქტის მომხმარება უნდა შემცირდეს და თუ ფასები იზრდება, ზოგადად სამომხმარებლო კალათის ფასები იზრდება და განსაკუთრებით სურსათზე იზრდება ფასები, მაშინ მთლიანი ინდექსის ზრდა უფრო მაღალი უნდა იყოს ვიდრე დაუშვათ სხვა შემთხვევაში გვაქვს, იმიტომ რომ წლიდან წლამდე არ იზრდება. ამიტომ უმჯობესია რომ შეიძლება ყოველთვიურად წონები აღარ შეიცვალოს, მაგრამ მინიმუმ კვარტალში ერთხელ რომ იცვლებოდეს ეს წონები, უფრო რეპრეზენტატული იქნება ვიდრე ყოველწლიურად წონების ცვლილება. და ყოველწლიურადაც არ ვიცი ხა ხო, ყოველწლიურად არ იცვლება კონსპირაციების ნაწილში ვერ შევალ, მაგრამ რამდენად იცვლება, ესეც ანუ მეთოდოლოგიურად ესე აღნიშნული რომ ყოველწლიურად იცვლება, მაგრამ რეალურად რამდენად ხო საკითხია თქვა თუ სურსათის წილი გაიზრდება ამ შემთხვევაში თუ გაზარდა, გამოდის რომ ინფლაციის მაჩვენებელიც გაიზრდება. კი. ხო. ხო, და ეგ არ ვიცი, შეიძლება პოლიტიკური მდგენელიც აქვს და შეიძლება ამიტომ ეხლა მაგ საკითხი მეთოდოლოგიაში ვერ შევავთ, კი ბატონო. იმიტომ რომ რაღაც ანუ მე ხო პრაქტიკაში იქ როგორ რა დაიწყო ხო, რეალური რიცხვები არ გვაქვს შესაძლებლობა ხო არა. კი ბატონო, ნუ მოკედ დასაწყისში რაც თქვით 1.9%-იანი ინფლაცია აქედან გამომდინარე, ნუ ჯესეთი ეს არნიშნავს იმას, რომ პურზე გაიზარდა 1.9%, 305-ზე საშუალოდ გაიზარდა 1.9%. თან შეწონილად თითეული წონის მიხედვით, მაგრამ ეგ ნიშნავს, რომ სურსათი ოდნავ იზრდებოდა, ოდნავ უფრო სწრაფად, მაგრამ წლის დასაწყისში მცირდებოდა, მაგრამ წლის მეორე ნახევარში ოდნავ უფრო სწრაფად იზრდებოდა. მაგრამ განსაკუთრებული ზრდა იყო მე მგონი იმას პირადი მოხმარების საქონელზე, ავტომობილებზე თუ რაღაც იმაზე თუ ზუსტად მახსოვს, ანუ ხა რიცხვი. ხო, აი სურსათს რაც შეეხება 3.6%-იანი ინფლაცია გვაქვს. და ნუ უფრო მეტი ვიდრე ინდექსის. კი ბატონო, ვიდრე მეტი. რომელიც უფრო მეტად რაღაც აი საზოგადოების შედარებით ღარიბ ნაწილზე აისახება, უფრო მძივანი, იმიტომ რომ როგორც თქვი, მათი მოხმარება ძირითადად ხო, აქედან გამომდინარე, რამდენად ის არის რეალური, რომ
მხოლოდ ზოგად ინფლაციის მაჩვენებელზე ვისაუბროთ და არა დეტალურად თქვა ინდექსებზე ვისაუბროთ, სადაც უფრო მაღალი არის ინფლაცია და განსაკუთრებით დინამიკაში თუ ამას კი, ჩვენ თუ რაღაც ადამიანების მდგომარეობის შეფასება გვინდა და რაღაც ამ ფასების დინამიკის ცვლილების დანახვა გვინდა, ვიზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ან რაღაც მსგავსი კუთხით მნიშვნელოვანია თითოეულ სასაქონლო ჯგუფზე ვისაუბროთ, თუ ნახავთ რომ რაღაც სურსათში უფრო ისეთი დაბალი ზრდა გვაქვს ვიდრე მთლიან ინდექსში, ეს ნიშნავს რომ სხვა ნაწილში გვაქვს უფრო მაღალი ზრდა, რაც უფრო შედარებით შეძლებული ადამიანებისთვის არის ისეთი დამაზიანებელი, იმიტომ რომ მათ კალათაში ეს სხვა პროდუქცია ჭარბობს და თუ სურსათზე გვესწრება ძალიან მაღალი ნიშნულით, ეგ იმასთან შეიძლება ჩვენ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლის 80-90%-იც კი არა და ის ძალიან ღარიბი ნაწილი საზოგადოების, სადაც შეიძლება 80-90% სურსათი იყოს საერთოდ. ანუ ადამიანი მხოლოდ რაღაც ცხოვრობს იმისთვის, რომ რაღაც მხოლოდ ის რა შემოსავალიც აქვს, შეიძლება ყოფნიდეს მხოლოდ სურსათისთვის და ჯანდაცვისთვის, ანუ რაღაც სხვა ვერაფრისთვისაც ხო და აი ამ ფონზე მათთვის ხო ძალიან ისეთია, მათთვის ხო სინამდვილეში ფასებისები არა 1.9% და არამედ 3.7%-ით იზრდება, ანუ ესეთი ადამიანებისთვის. ამიტომ არის ზოგადად ინფლაცია ძალიან პრობლემური და მძიმე სოციალური ტვირთის მქონე. ხო, შეიძლება რომ ის 3.6%-ზე უფრო მაღალი ინფლაციაც კონდეს დაბალ შემოსავლიან ადამიანებს, იმიტომ რომ იქ ფუფუნების ნაკლებად არ ქვა, მაგრამ ისეთი მოხმარების პროდუქტები არ იყოს შესული. ხო, ნუ მოკლედ, ხო, ხიზილალა ხო, მაგრამ ძირითადი თქვა პურ პროდუქტები და ისეთი ძირითადი მოხმარების პროდუქტები, რომელზეც უფრო მეტად გაიზარდა ფასები და შესაბამისად უფრო მეტად აისახოს. ხო, რა თქმა უნდა, იქ აი მაგალითად იმასე გაიზარდა ძალიან ფასები ხინკალზე. და შესაბამისად ხინკლის მოსამზადებელ პროდუქციაზეც ალბათ გაზრდილია ფასები. ძალიან სწრაფად გაიზარდა ხინკალზე ფასები, რაც მახსოვს ესეთი ჩვენს ეროვნულ კერძზე და რაღაც ნაციონალურ კერძზე და ეგ იმას ნიშნავს, რომ რაღაცნაირად ქართულ კაცს ნაკლებად ხელი მიუწვდება ხინკალზე, იმიტომ რომ ფასები ძალიან სწრაფად იზრდება და ანუ ინფლაცია, ფასების ზრდა შეგვიძლია ნახევრად ხუმრობით თუ ნახევრად სიმართლით ვთქვათ, რომ ნახევრად სერიოზულობით ვთქვათ, რომ ინფლაცია ვნებს ფასების, ეკონომიკაში ფასების ზრდა ვნებს ქართულ ტრადიციებს, იმიტომ რომ ხინკალი ნამდვილად ქართული ტრადიციაა ქართველი ადამიანისთვის. და არა მხოლოდ ქართველებისთვის, მათ შორის ამ ქვეყანაში როცა სტუმრობენ ადამიანები, განსაკუთრებით ეწავებიან ამ ჩვენს ეროვნულ კერძს. კეთილი, ხო, რეკლამაზე უნდა გავიდეთ. მცირე სარეკლამო ჭრა გვექნება კვლავ და რეკლამის შემდეგ კვლავ დავბრუნდებით სტუდიაში. პროფესიონალები კომერსანტის ეთერში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გათბობა გაგრილების სისტემის ყველა წამყვანი ბრენდი და ყველაზე ფართო არჩევანი მოდუსში. ელექტროლუქსი, ბალუ, როიალ თერმო. მოდი მოდუსის ფილიალებში. ან შეიძინე ონლაინ 0322 06 01 01. თქვენი ბიზნესის მყარი საფუძველი, სივრცე რომელიც თქვენ გჭირდებათ. მეგალაინის სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი 2025 წლის იანვრიდან გთავაზობთ კომერციულ და საოფისე ფართებს ქალაქის ცენტრში, აგლაძის 15 ნომერში. საზოგადოებრივი და კომერციული ინფრასტრუქტურა, ბიზნესზე მორგებული პირობები, პარტნიორობის შესაძლებლობები, უსაფრთხოება და 24 საათიანი დაცვა. მეგალაინი, თქვენი წარმატების ადგილი. დაგვიკავშირდით ნომერზე 557 357 000. მისამართი: რაფაელ აგლაძის ნომერი 15. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გაიგე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. მოისმინე ყველა მხარის პოზიცია და ხედვა. დღის შეჯამება კომერსანტის ეთერში. ნანა არჩვაძესთან ერთად. ყოველ სამუშაო დღეს 18-დან 19 საათამდე. კომერსანტი ლაივ. პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში.
კვლავ დაბრუნდით სტუდიაში. ჩვენი სტუმარი გახლავთ კვლევით ინსტიტუტ გნომონ ვაიზის კვლევარი ეგნატე შამოგია. საუბრობთ ფასების ზრდაზე, სამხარობო ფასების დინამიკაზე და ეს 1.9%. კვლავ რომ მიუბრუნდეთ, რამდენად პოზიტიური მაჩვენებელია, შეიძლება შეფასდეს, თქვა, იგივე პოლიტიკოსების ხედავ, რომ ძალიან დაბალი მაჩვენებელია, მიზნობრივ მაჩვენებელზე დგას. იმ ფონზე, რაზეც ვისაუბრეთ, მეთოდოლოგია განვიხილეთ, აქედან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ 1.9% ინფლაცია არის პოზიტიური მაჩვენებელი? ხო, თუ ფასები ეს ნიშნავს, რომ 1.9%-ით გაიზარდა, მაქსიჩქარით გაიზარდა დეკემბერში, წინა ადგილის დეკემბერთან ფასები და თუ ფასების ზრდას ვამბობთ, რომ ცუდია, მაშინ პოზიტიური იქნებოდა 0 რო იყოს ეს მაჩვენებელი, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, ამიტომ არ ნიშნავს, რომ არანაირად პოზიტიურია, მაგრამ ჩვენთან ამ ყველაფერს ზოგადად ამ ყველაფერს აფასებენ ან სამიზნე მაჩვენებელთან, რომ რაღაც მიჩნეულია, რომ ოღონდ არავინ ამას ვერ ასაბუთებს, რომ რაღაც საქართველოს შემთხვევაში მიჩნეულია, რომ მაგალითად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილია ეროვნული ბანკის ინიციატივით ფორმალურად პარლამენტის დამტკიცებულია, რომ წლიურად საქართველოში ფასები უნდა იზრდებოდეს, ფასების დონე 3%. ან მიზნობრივ ინფლაციას რასაც ეძახიან და თუ მიზნობრივზე დაბალია ინფლაცია, მაშინ რაღაც პოზიტიურად მიჩნეული, თუ მაღალია, მაშინ ნეგატიურად, მაგრამ რაღაც 2.5% რო იყოს, ანუ 2.9%, რატო უნდა იყოს პოზიტიური, თუ ფასების ზრდა თავისთავად ცუდი, ამიტომ არანაირად არ ვთვლი, რომ პოზიტიურია 0.0 რო ყოფილიყო და მაშინ ჩავთვლით, რომ პოზიტიური იყოს, მაგრამ რაღაც სხვა ქვეყნებში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში 2%-ია ნორმალურად მიჩნეული, კანადაში 0-დან 2%-მდეა მიჩნეული და ასე შემდეგ, ანუ ახალ ზელანდიაშიც მე მგონი მსგავსი მიდგომაა. ხო და ამიტომ ვერანაირად ვერ ჩაითვლება ეს ყველაფერი პოზიტიურად, თუმცა არის ერთი საკითხი, რომ აი 0 ან ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, რატო არა 0 და რატო არა თუნდაც 1%, მაგრამ ჩვენთან ვერ ასაბუთებს ყოველ შემთხვევაში მე ეროვნული ბანკისგან არასდროს არ მომისმენია დასაბუთება იმისა, რომ ეხლა 3 გვაქვს, მაგრამ წლების წინ 4 გქონდა, კიდევ უფრო ადრე 5% გქონდა ეს მიზნობრივი და რატო 5-ან, რატო 4-ან, რატო 3 გარდა იმისა, რომ ჩვენ რაღაც განვითარებადი ეკონომიკა ვართ და აქ რაღაც ამ ინფლაციას აქვს ესეთი უნდა გქონდეს ინფლაცია, ანუ რატო უნდა გქონდეს იტყოდნენ, რომ აი ეკონომიკას ფული ჭირდება, რომ ინფლაციის შედეგად მოკედეს გაცვლითი პროცესები არ შეფერხდეს. ხო, ანუ მანდ არის ეგეთი ამბავი, რომ რაღაცა ეკონომიკა რო დაუბუსტოთ და რაღაც კი შეიძლება ერთჯერადად ფასები ხო მყისიერად ყველაფერზე ერთდროულად ხო ვერ გაიწება რაღაც არის და ამიტომ ძალიან მოკლევადი ამ პერიოდში შეიძლება სწორედ ამ რაღაც ახალი ფულის ემისიის გამო რაღაც ეკონომიკური აქტივობა დაჩქარდეს, მაგრამ ამ ეკონომიკურ აქტივობას ვინაიდან ეს რაღაც ბუნებრივი პროცესი არის, ხო რა, ვიღაცამ იმის გამო კი არა, რომ ვიღაცამ რაღაც ბიზნესი ახალი იმის გამო კი არ წამოიწყო, რომ ეს თავისთავად სხვა შემთხვევაში მომგებიანი იქნებოდა, არამედ იმის გამო, რომ ამ ბიზნესის წამოსაწყებად ფული გაიაბდა, იმიტომ რომ ფულის ემისია რომ მოხდა, ნიშნავს, რომ ფული გაიაბდა და შესაბამისად ამას ხომ მოყვება ამ ადამიანის, როცა ეს ყველაფერი ამ ერთჯერადი ეფექტი მიილევა, ანუ ამ ფულის მოკლევადიანი ეფექტი მიილევა და მე ფული რო ნეიტრალური გახდება იმის გამო, რომ მალევე ფასები გაიზრდება, მაშინ ბუნებრივია ეს ადამიანი გაკვდება და ეს ეფექტი გაქრება და ყოველ ესეთ რაღაც ეკონომიკის ესე რომ ვთქვა დაბუსტვას, ამის გამო ეკონომიკის მოკლევადიან პერიოდში აღმასვლას, რასაც მიმართავენ ზოგადად პოლიტიკური მიზნების გამო და იმათ შორის საქართველოში 2024 წელი 23 წლიდან ძალიან დიდი დოზით იყო ფული ჩასხმული, რომლის შედეგებს უკვე 25 წელს ალბათ სავარაუდოდ ვიხილავთ და თავად ეროვნული ბანკის პროგნოზებშიც ინფლაციის უფრო მაღალი დონეა მოსალოდნელი. ამ ყველაფერს ყველა აღმასვლას მოყვება და აღმასვლა და ესეთ სწრაფ აღმასვლებიდან, რაც უფრო მაღლიდან იქნება აღმასვლა, მით უფრო მტკივნეულია, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცნაირად აი მყისიერად რაღაც აღმასვლის გამო რასაც აღმასვლა მოყვება, ჯობია რომ ნელ-ნელა ვიაროთ და ავიდეთ მაინც საბოლოოდ გრძელვადიან პერიოდში იგივე შედეგს მივიღებთ, ანუ რასაც ქვია ფულის ნეიტრალურობა. ხო და
ამის გამო ეს უფრო რაღაც პოლიტიკური და ელექტორალური მიზნებია ის რომ რაღაცნაირად ფული ჩავასხათ ვიდრე ის რომ რეალურად გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანია ადამიანების ცხოვრების დონე შევხედოთ გრძელვადიან პერიოდში და არა რაღაც დღევანდელი დღით ან მხოლოდ ხვალინდელი დღით მასზე რაც იქნება დათვეს ეგეც მნიშვნელოვანი ან დღეს თუ კარგად მაჭამე გავძეხი და რაღაც და მე შემშელში ამომხდასული ხო, აი 2024 წლის პროგნოზებსაც შეეხედა, აი ამ დინამიკიდან გამომდინარე 25-ის ხო, მეც მაგ. ხო, 2025 ჯერ კიდე იანვარია და 25-ს. გადავეწყდით, არა უშავს. აი 2025 წლის პერიოდში რას უნდა ველოდოთ აი ამ დინამიკიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და გარდა ამისა, პოლიტიკური მდგომარეობაც რაც გვაქვს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, რა მოლოდინები შეიძლება იყოს 2025-ში ფასებთან დაკავშირებით. ხო, ესეთი სიტუაცია, რომ ჩვენ ხედავდით, რომ 24 წელს იყო დავალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა. არა მხოლოდ საქართველოში, საქართველოს რაღაც იზოლირებული კი არ არის. რეგიონს რო შევხედოთ იგივე კავკასია, სომხეთს განსაკუთრებით, აზერბაიჯანს მათ შორის იყო საკმაოდ მაღალი ზრდა და დაბალი ინფლაცია, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი იყო გამოწვეული თავიდან მაღალი ზრდები იყო, რაღაც ომს უკავშირდებოდა ომისგან. ომს ხო ზოგადად უარყოფითი გავლენა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში კავკასიისთვის მას დადებითი აღმოაჩნდა. ამის შემდგომ იყო საკმაოდ მონეტარული შემსუბუქება, მარტივად რო ვთქვათ, ფულის ბეჭდვის, ფულის ემისიის პოლიტიკა ჯერ კიდე 23 წლის მეორე ნახევრად სამივე ქვეყანაში ეს დაიწყო. რამაც ეს ხომ მყისიერად არ ასახება ფასების ზრდას, ანუ რაღაც დროში დაგვიანებით წელიწად ნახევრის შემდგომ. ამან გამოიწვია ეკონომიკის მყისიერად რაღაც აჩქარება ეკონომიკური აქტივობის და ფასები კვლავ დაბალ ნიშნულზე, ფასების დონე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდე 24 წელს ვნახეთ, რომ 24 წლის უკვე მეორე ნახევარში წლის ბოლოსკენ ეკონომიკური ზრდა ნელდებოდა, ანუ ტემპი ნელდებოდა, უფრო სწორედ ზრდის ტემპი ნელდებოდა და ინფლაციის დონე ნელ-ნელა აღმასვლისკენ მიდიოდა, ანუ რაღაც თუ წლის შუა პერიოდში რაღაც საქართველოშიც, სომხეთშიც და მათ შორის აზერბაიჯანშიც თითქმის 1%-მდეც არ იყო, აი 0-თან ახლოს მერყეობდა ფასების დინამიკა, ვხედავთ, რომ იქ სადღაც 2%-ია, 1.9%-ია საქართველოში და აზერბაიჯანში 4%-ით აქედან გამომდინარე, ანუ წლის ბოლოს რა დინამიკაც ჰქონდა, აქედან გამომდინარე 25 წელს მოსალოდნელია უფრო მაღალი ინფლაცია და უფრო ნაკლები ეკონომიკური ზრდა, იმიტომ რომ ის ერთჯერად ფაქტორი ის მონეტარული გაფართოებისგან გამოწვეული მაღალი ეკონომიკური ზრდა, ხო, დროებითია და შემდგომ დაღმასვლა მოყვება და ამავდროულად საბოლოოდ მის შედეგი იქნება ფასების ზრდა. ანუ გრძელვად მოკლევადიან პერიოდში მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც გამოწვეული იყო მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებით, ეს გრძელვადიან პერიოდში მომდევნო პერიოდში დაღმასვლისკენ წამოვა, რის ტენდენციასაც ვხედავთ, იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია, ვიდრე 24 წლის პირველ ნახევარში იყო და ფასების ეს ყველაფერი მე ხო ფულის ემისია ფასების ზრდაზე აისახება და ფასების ზრდის დინამიკა უკვე აღმავალია, რაც მათ შორის ეროვნული ბანკის პროგნოზებშიც იგივე ჩანს და იგივე ინფლაციური მოლოდინებიც გაჩერილია და ამიტომ 25 წელი ამ თვალსაზრისით ფასების ზრდის თვალსაზრისით აღმავალი დინამიკა იქნება, ანუ ტემპის და ეკონომიკის თვალსაზრისით აღმავალი. ეს არის ყოველ შემთხვევაში ის რისი დანახვა დღევანდელი მოცემულობით შეიძლება, მაგრამ აქ არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პოლიტიკური ფაქტორი. ჩვენ დღეს პოლიტიკურ, ანუ რომელი მხარე რას ფიქრობს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტი და მოცემულობა ის გვაქვს, რომ პოლიტიკური კრიზისი გვაქვს. საკმაოდ მძიმე და მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რაც შეიძლება 20 წლის არჩევნების შემდგომაც არ ყოფილიყო, იმიტომ რომ დიდხანს არ გაგრძელებული მერე ეს ყველაფერი და რაღაცნაირად გადაიჭრა. ხო და პოლიტიკური კრიზისის ქონა ნიშნავს, რომ გაურკვევლობა, ანუ და გაურკვევლობა ნიშნავს, რომ ზოგადად რადგან გაურკვევლობა გვაქვს მომავლისადმი, მაშინ ადამიანები ეკონომიკური აქტივობისგან თავს იკავებენ და განსაკუთრებით ინვესტორები იკავებენ. აქ შემთხვევაში რაღაც ეს უცხოური ინვესტორები არის რაღაც სულ ნახსენები. ამას არ გვქონს ზოგადად ადამიანები, ანუ ადგილობრივ რაღაც
ჩვენ რო რაღაცებს სახლს რო ვაშენებთ ან რაღაცას რო ყიდულობთ, ჩვენს ბუნებრივია რაღაც ინვესტიციას ვახორციელებთ, ანუ ყველა ადამიანი ეკონომიკური აქტივობისგან გარდა იმ აუცილებელი აქტივობისა, რაღაცებისგან თავს იკავებს და აქედან გამომდინარე თუ კი ეს კრიზისი გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ეკონომიკური ეს გაურკვევლობა თუ კი ეს გაურკვევლობა და გაგრძელდა არა მხოლოდ გაურკვევლობა ის კი არა რომ ხვალ ვინ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში არამედ ქვეყნის საგარეო კურსის მიმართაც და ყველანაირადაც თუ ეს გაურკვევლობა და ეს საკითხები დიდხანს გაგრძელდა ეგ ნიშნავს რომ ეს დაყოვნებაც დიდხანს იქნება რაც ბუნებრივია უარყოფითად იმოქმედებს და თან ეს განსაზღვრების არსებობა ნიშნავს იმას, რომ მომავლისადმი მაინც და მაინც პროგნოზების გაკეთება რთულია, ანუ ჩვენ ხო ძალიან რთულად წარმოგვიდგენია, ხვალ რა პოლიტიკურ რეალობაში გავიღვიძებთ, ანუ ამის პროგნოზება ვიდანიდან რთულია, შესაბამისად ეკონომიკური თვალსაზრისითაც რაღაცების პროგნოზირება რთულდება, ანუ რაღაცები ადამიანებისთვის რაღაცაში ინვესტირებაზე უკუგების პროგნოზირება რადგან შეუძლებელია, ისინი ზოგადად თავს იკავებენ. კეთილი. დიდი მადლობა ეგნატე. მადლობა საუბრისთვის და თქვენს მენელს ესეთი ხანგრძლივი. დიდი მადლობა. შეგახსენებთ რომ ჩვენ საუბრობდით 2024 წლის სამხარბო ფასების დინამიკაზე. ვიხილავდით ჩვენ სტუმართან ერთად და ჩვენი სტუმარი გახდათ ეგნატე შამოგია, კვლევით ინსტიტუტ Gnome & Wise-ის მკვლევარი. ჩვენ გადაცემა ამით სრულდება. მე გახდით ამ გადაცემის წამყვანი ირაკლი მაკალათია. მომდენო გადაცემამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. პროფესიონალები რადიო კომერსანტის ეთერში.